კიდევ ერთი მოწმე, რომელიც ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაიკითხა 9 წლის წინ მომხდარი შემთხვევის დეტალებზე, ამჯერად თბილგაზის ყოფილი ხელმძღვანელი საუბრობს. უბადო პატიმრობაში მყოფი გია გვიჩიანი ამტკიცებს, რომ საბურთალოს ქუჩა საბედისწერო ღამეს ბუნებრივი აირის საერთოდ არ მიეწოდებოდა. მსჯავრდებულმა მოწმის სტატუსით პროკურატურას ჩვენება უკვე მისცა, თუმცა მისი მონაყოლი არ ემთხვევა საბურთალოს 53 ნომერში მცხოვრები ოჯახების ვერსიებს. რასყვებიან ადგილობრივები და როდის მოხდება გარდაცვლილი პრემიერის ცხედრის ექსჰუმაცია, ნახეთ ლევან კვატაშიძის რეპორტაჟი. გუშინ ჟვანიას საქმეზე დამკითხა პროკურატურამ, გაზი იყო თუ არა იმ კორპუსში იმ ღამითო. რა თქმა უნდა დაუდასტურე, რომ ღამით დაახლოებით 23 საათზე იმ კორპუსს გაზი ავარიულად გაეთიშა და შესაბამისად ვერსად გაჟონავდა. ეს განცხადება უბადო პატიმრობაში მყოფმა გია გვიჩიანმა სოციალურ ქსელში საკუთარ გვერდზე გაავრცელა. თბილგაზის ყოფილი ხელმძღვანელის ინფორმაციით, ჟვანიას გარდაცვალების ღამეს კორპუსს, სადაც პრემიერის ცხედარი იპოვეს, ბუნებრივი აირი საერთოდ არ მიეწოდებოდა. მოწმის სტატუსით გვიჩიანის დაკითხვას ადასტურებს მისი ადვოკატი. ირმა ჭკადუა აცხადებს, რომ გამოძიებამ გია გვიჩიანი მისივე საკანში ადვოკატის გარეშე დაკითხა. საქმის ერთ-ერთი მოწმე 2005 წელს თბილგაზის ხელმძღვანელი იყო. 9 წლის შემდეგ გვიჩიანის ჩვენება ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიას ეწინააღმდეგება. გარდაცვალების ოფიციალურ ვერსიად კი ამ დრომდე გაზის გამათბობლიდან გამოჟონილი მხუთავი აირი სახელდება. ის არის და იყო ერთ-ერთი კომპეტენტური ადამიანი, რომელსაც შეეძლო უტყუარი ინფორმაცია მიეწოდებინა გამოძიებისთვის. გამოძიებას მან მიაწოდა მის ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია, რაც გამოძიებას აინტერესებდა. ერთადერთი რაც შემიძლია გითხრათ, რომ იმ საღამოს გაზი ნამდვილად არ იყო იმ კორპუსში, ხოლო დანარჩენ დეტალებზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე უბრალოდ აღარ ვსაუბრობ. დიდი ნაპორი იყო. რატომ აიწია იმ მომენტში? ბარში პარდაჩუ. ამ მომენტში აიწია, როცა ადამიანი მოკვდა თუ ხო ესეც როცა უკვე დამთავრდა ყველაფერი მე აწიეს მithom. შეიძლება და ალბათ უნდა დაებრალებინათ მაგ გაზით ვინა რომ მithom გაზით მოკვდა. იყო თუ არა ბუნებრივი აირი 2005 წლის 3 თებერვალს საბურთალოს ქუჩის 53 ნომერში მეზობლების ინფორმაცია გვიჩიანის ჩვენებისგან განსხვავდება. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების ღამეს კორპუსს ბუნებრივი აირი სრულად მიეწოდებოდა და სხვა დღეებისგან განსხვავებით გაზის წნევაც მაღალი იყო. იმ ღამეს ნამდვილად იყო გაზი და უფრო მეტიც მეორე დღეს რომ გამოვედით თოვლი იყო და რა მოხდა რომ ვიკითხეთ რაღაც მომენტში გაზი იყო ძალიან ძლიერი გამათბობელი აი ზანზარებდა და მე მეორე დღეს ვიფიქრე ალბათ მართლა იყო თქო ძალიან დიდი გაზი და რაღაც მოხდა ეგეთი თქო იმ მომენტში არაფერი დაჯახება აქ არ იყო ტყუილია გაიც ზღაპარი იმ დროს კორპუსს მიეწოდებოდა გაზი თუ არ მიეწოდებოდა გაზი ქონდა გაზი მოიდა მახსოვს ის ჭერში ავიდა გაზი იმ ხელეს იყო იმ მომენტში მე ზევდა აკდა მაღალზე იყო ძალიან გასაკვირად მაღალზე ან ვინ აუწია თუ ეხლა სპეციალურად აუწია ვიღაცა მე გარეთ 2005 წლის 1 აპრილს ამერიკის გამოძიების ფედერალური ბიუროს მიერ გამოქვეყნებულმა დასკვნამ ჟვანიას გარდაცვალების თავდაპირველი ვერსია დაადასტურა. მაშინ ნათქვამი იყო, რომ სისხლში კარბოქსი ჰემოგლობინის მაღალი შემცველობა იყო, რაც გაზის ზემოქმედებამ განაპირობა. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება ხელისუფლების და ექსპერტების მხრიდან პირველივე დღეს უბედურ შემთხვევად შეფასდა. პირველადი გამოკვლევის მონაცემებით ძალიან გავს, რომ ადგილი უნდა კონდეს ნახშირჟანგით მოწამვლას. როდის მოხდება ზურაბ ჟვანიას ცხედრის ხელახალი ექსჰუმაცია ზუსტი თარიღი უცნობია. სწორედ ახალმა გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მოხდა 9 წლის წინ საბურთალოს ქუჩაზე. ეს იყო მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა.